თქვენთვის რამდენად საგულისხმო ყურადსაღებია ის, რაც მოხდა კახეთში ქორწილის სუფრაზე ერთ-ერთ სასტუმროში. დიდი მადლობა მოწვევისთვის საღამოშვილობის. ყოველი კონკრეტული ამბავი არის რაღაც თვალსაჩინოდ უნიკალური, გასთვალისწინებელი არის კონტექსტი, გასთვალისწინებელი არის რა მოხდა ზუსტად ის, ამის შესახებ მიუხედავად იმისა, რომ ყურადღება მიპყრობილი იყო ყველასი აი ამ ფაქტისაკენ, მაინც ბოლო დეტალამდე ფაქტები არ გვაქვს, ამიტომ აი ამ კონკრეტული ინციდენტის კომენტირება მე მგონია, რომ არ არის ჩვენი საქმე. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ დიახ, საქართველოში არსებობს რაღაც ქრისტიანული ეთიკური ტრადიცია, სტუმრის პატივისცემის და ამაზე ახლა ეს ყალბი პროპაგანდისტები ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, რომ აი ქართველმა კაცმა ესე როგორ დაარტყა ქალს, რაც მართლა ძალიან ძიმე სანახავი იყო პირდაპირ გეტყვით, მაგრამ ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველ ქალსაც რო ურტყამდნენ, ჟურნალისტებს რო ურტყამდნენ. აი ეს არავის არ გახსენებია და მე მგონია, რომ როგორ არ გახსენებია, ყოველას გახსენებია. ვინც დღეს ამაზე ვსაუბრობთ, იმაზეც რეაქცია ჰქონია. ყალბი პროპაგანდისტები რო ლაპარაკობენ თქო, მათზე ვლაპარაკობ და არა თქვენზე და ჩვენზე. ხო, ამიტომ მე მგონია, რომ უფრო ფართოდ უნდა დავინახოთ ეს მოვლენა, ვიდრე არის ერთი იზოლირებული შემთხვევა. სასამართლო დაადგენს და მიიღებს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ გვექნება ყველას აღქმა, რამდენად სამართლიანია ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ის რაც ახლავე შეიძლება ვთქვათ, არის სრულიად ცხადი, რომ აქ არის საქართველოში რუსული მთავრობა და რუსი აქ გრძნობს თავს მასპინძლად, ხოლო ქართველი უუფლებო სტუმრად. აი ეს არის მთელი პრობლემა, რაც არის ქართული ოცნების მმართველობის შედეგად შექმნილი და აი ეს პოლიტიკური ვითარება არის ის, რაზეც უნდა გავამახვილოთ ჩემი აზრით ყურადღება. ჩვენ არ ვართ ამ ქვეყნის ბატონ პატრონები, ჩვენ არჩევანს არ აქვს მნიშვნელობა, ხოლო ჩვენ ხელისუფლება, რომელიც არის რეალურად უზურპატორი რუსეთისადმი გამოთქვამს აი ამ რაღაც სრულიად გაუგებარ მოწიწებას, სერვილიზმს და ეს შემდგომ უკვე აისახება იმ ადამიანების მოქმედებებზეც, რომელიც აქ ჩამოდიან, განსაკუთრებით ლაპარაკი მაქვს რუსეთის ფედერაციიდან. აი მიდის ახლა საუბარი, რომ აუცილებელია რაღაცა სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება, ისევ გაიხსენეს, რომ სავიზო რეჟიმი გაუქმდა რუსეთის მოქალაქეებისთვის, ხო, თუმცა როდესაც ამაზე მიდიოდა საუბარი, მაშინ გახსენებდნენ ხოლმე სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყო, ვინც თვითონ იდგა საბაჟო გამშვებ პუნქტზე და რუს ტურისტებს საქართველოში ეპატიჟებოდა ხოლმე. ანუ ამ შემთხვევაში არ ვიცი, არის თუ არა ეს რომელიმე ერთი ხელისუფლების სისუსტის ბრალი თუ ზოგადად ქვეყნის თვით შეგნება უნდა გაიზარდოს უფრო მეტად, რომ ანგარიში გავუწიოთ ხოლმე იმას, რომ ესენი კი არიან ტურისტები, მაგრამ საქართველოს უპირველეს ყოვლის არ ვიცი. შეუდარებელია ჯერ ერთი მასშტაბი, ის რომ შენ მქონდეს უვიზო რეჟიმი მეზობელ ქვეყნებთან, ეს არის ერთი ამბავი, ხოლო შემდგომ თუ ისე განვითარდება მოვლენები როგორც აქ, როდესაც მთელი საქართველო ახლა გავსებული არ და კიდევ ერთხელ მასპინძლად გრძნობენ თავს. აქ მაშინ როდესაც ქართველი ტროტუარზე დგომისათვის შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს, ხო, რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები გრძნობენ თავს, როგორც რაღაც საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ რესპუბლიკაში. აი ეს განცდა არის ყველაზე უფრო დამთრგუნველი და არა ის, რომ ვიღაცას მოუნდება საქართველოში ჩამოსვლა ორი კვირი და შემდეგ უკან დაბრუნება. თან ჩვენ ხედავთ, რომ ამ რუსულ ტურიზმს აქვს რაღაც გარკვეული სახე ისეთი, რომელიც არც ერთ ტურიზმს არ აქვს სხვა ქვეყნებიდან. გულისხმობ იმას, რომ ისინი ყიდულობენ აქ სახლებს, ისინი არეგისტრირებენ ფირმებს, ისინი ჩამოდიან აქ დიდი ხნით საცხოვრებლად. აქ თუ ახლა გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ან სხვა რომელიმე ქვეყნიდან ჩამოდის ადამიანი, ჩამოდის იმისთვის, რომ ერთი კვირა დაჰყოს აქ, ორი კვირა, ამ თუნდაც მეტი არ ვიცი, მაგრამ როგორც წესი, ეს არის მართლა ტურიზმი ქვეყნის დათვალიერების მიზნით. ხოლო ის, რასაც ვხედავთ რუსეთის ფედერაციის შემთხვევაში, ეს არის ნამდვილი ექსპანსია, გნებავთ კულტურული, გნებავთ
ეკონომიკური და საბოლოო ჯამში პოლიტიკური დომინაციის სურვილი. როდესაც ვიცით და სტატისტიკა ქვეყნდება, ხო ეს არ არის ჩვენი განცდები მხოლოდ და მხოლოდ რომ ბათუმში ლამის ნახევარ სახლებს ახალაშენებულს ყიდულობენ სწორედ რუსეთიდან ჩამოსულები ფირმების დარეგისტრირების მაჩვენებელი არის, აი სრულიად ფანტასტიკური. ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ ათეულობით 1000 ადამიანი აქ ჩამოდის და ცხოვრობს როგორც საქართველოს მოქალაქე იმ პირობებში, როდესაც მათ ყველანაირი პრივილეგია აქვს, ხოლო საქართველოს მოქალაქეები პრაქტიკულად აღარ არსებობენ ხელისუფლებისათვის. აი ეს არის განგაშის ზარების დარისხების ღირსი და არა მხოლოდ ის, რომ აი ერთი რაღაცა კონკრეტული იზოლირებული ინციდენტი სადღაც მოხდა. პოლიტიკოსების ვალი არის სწორედ პოლიტიკურ ჭრილში დაანახონ დღეს საზოგადოებას ის რაც ხდება. აპირებთ უფრო მეტ აქტივობას აი ამ მიმართულებით, არ ვიცი, აი თუნდაც თემატურად ამ საკითხზე საინფორმაციო კამპანიის წარმოებას, რა ვიცი, პროტესტის გამართვას საზოგადოებამდე ამ რისკების უფრო ახლოს მიტანას და გაცნობას. ერთგვარად საზოგადოება ხედავს ახლა ძალიან კარგად აი ამ რისკებს. და არ მინდა ახლა განვაზოგადო ერთი ფაქტი, მაგრამ ვიცი რომ ბევრი ასეთი ფაქტი ხდება, ბევრი კამათი, რაღაც გაწევა, გამოწევა, ამ ამბების შესახებ ყველამ ვიცით, როგორ იქცევიან. მე ეს რუსული ტურიზმი ძალიან აგრესიული საფრთხე ამ ქალბატონების მხრიდან. ბევრ ქვეყანაში ასე იქცეოდნენ და ვეღარ იქცევიან. ხო და რაღაცა სრულიად ისეთ რაღაცა იმპერიული განცდებით შეპყრობილი არის ბევრი ადამიანი. ყველაზე ვერ ვიტყვი ნამდვილად არც ვიცი ახლა ყველა რა არის, მაგრამ ესენი რომ ასე იქცევიან აქ როგორც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომელზეც ჰქონდათ თავის დროზე დომინაცია, რომელიც იყო მათი სახელმწიფოს ნაწილი და ახლაც რაღაცა ქედმაღლობით უყურებენ აქაურობას, ქართველებს და ყველას და ეს თქვენ პასუხისმგებლობა მარტო ხელისუფლებაზე გადაგაქვთ. გეთანხმებით რომ ლომის წილი პასუხისმგებლობისა მოდის რა თქმა უნდა ხელისუფლებაზე, იმიტომ რომ ისინი არიან ამა თუ იმ პოლიტიკის შემქმნელი, მაგრამ ჩვენც კერძო პირებიც ხომ არ ვცოდავთ ყოველდღიურობაში, კომუნიკაციაში აი ამ რუსეთის მოქალაქეებთან, იმიტომ რომ მეც ვიცი არაერთი შემთხვევა, როდესაც სამწუხაროდ უპირატეს მდგომარეობაში ჩაუყენებიათ რუსი ტურისტი ადგილობრივ ტურისტთან მიმართებაში. ჩვენც ხომ არ ვიცი, მივივიწყეთ ცოტა დაგვი ყველას ახსოვს, რა თქმა უნდა, 2008 წლის აგვისტოს ომი დღემდე ცოცხალია, დარწმუნებული ვარ ყველა ქართველის მეხსიერებაში, მაგრამ აი გარკვეული მიზეზებით ხომ არ ცოტა მოგვიდუნდა, მოდი ასე ვიტყოდი, მოგვიდუნდა პატრიოტული გამოვლინებები, პატრიოტული განწყობები, პატრიოტული სულისკვეთება. გასაგებია რომ თქვენი შეკითხვის პათოს საერთოდ ადამიანს იმიტომ ყავს და ქვეყანას ხელისუფლება, რომ იმ ხელისუფლებამ ირეაგიროს ყველა ისეთ ფაქტზე, რომელიც საქართველოს მოქალაქის უფლებებს ლახავს. ჩვენ რო არ ყავს ეს ხელისუფლება, ეს ძალიან კარგად ვიცით. როდესაც არ ყავს ასეთი ხელისუფლება, მე უკვე იწყება, რომ ადამიანები პიროვნულად ცდილობენ გამოთქვან თავიანთი პროტესტი ასეთი ამბების წინააღმდეგ და შესაძლოა ერთ-ერთი სამწუხარო ამბავი არის ის, რაც გუშინ მოხდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს გახდა საზოგადოების ფართოფენებისათვის ცნობილი. სინამდვილეში ათობით ასეთი შემთხვევა ხდება ყოველდღიურად, როდესაც არის კონფლიქტები. ის რომ მათ არ აქვთ არანაირი განცდა, რომ მათი სახელმწიფოს მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში ჩამოდიან, არ აქვთ რაღაცნაირად პატივისცემა. ეს ხომ არახალი არის, ხომ ყოველთვის ასე იყო. ლამის ერთადერთი ხალხი იყო რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული ხალხი, რომელიც ქართულს არ სწავლობდა აქ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება 15 და 20 წელი ეცხოვრა საქართველოში. თელ ცხოვრებას გაატარებდნენ აქ. ყველაზე ვერ ვიტყოდით ამას. ხო, იშვიათი შემთხვევა არის, რომ სხვები სწავლობენ, მაგრამ აი არ სწავლობდნენ. აი ეს რაღაცა
ბილინგვის კულტურა, ორენოვნების კულტურა, რომელ ქვეყანაშიც ხარო, პატივისცე იმ ქვეყანას, ხო, რატო აკეთებდნენ ამას? იმიტომ რომ ქართულის გარეშეც იოლად გადიოდნენ. ხო და ახლაც არის შექმნილი ისეთი ვითარება, როდესაც არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს. არც აქაური მოსახლეობის პატივისცემა, არც აქაური კანონის პატივისცემა, არც ჩვენი კულტურული თუ ლინგვისტური ამბების პატივისცემა. აი ეს არის ეხლა ის და რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ისინი გრძნობენ, რომ მათი უფროა ეს მთავრობა, რომელიც ივანიშვილის მთავრობის სახელით არის ცნობილი, ვიდრე არის ქართველების, ვიდრე არის აქაურების ეს მთავრობა. როგორც კომუნისტების დროს უფრო მოსკოვის იყო ის მთავრობა, ვიდრე ქართველების. ხო, აი ზუსტად ასეთი ვითარება არის და ამიტომ ეხლა ხელისუფლება სიმართლე გითხრათ, აი ეხლა დღეს დაიწყო რაღაც საუბარი, რომ თქვათ საზღვარზე შევაჩეროთ ესენი, გადავცეთ ინფორმაცია, რომ 20% ოკუპირებულია საქართველოს. ეს არის ქება რაღაცა ეფექტური არავითარი შედეგის გამოგები ჯერ ერთი არ არის და მეორეც კიდე პირველ ეტაპზე მაინც გამკეთებელი არ არის. ხელისუფლება არ არის ამის გამკეთებელი, არაფრის გამკეთებელი არ არის. ხო, ხედავთ ეხლა მე თავიდან რომ დავიწყე საუბარი იმაზე, რაღაც პროპაგანდისტული ნარატივი გაჩნდა და ხო ხედავდით ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ქალზე როგორ შეიძლება ის რა ქვია, იგივე ხალხი ამართლებდა ჟურნალისტ ქალებზე თავდასხმას, ჟურნალისტი მომიტინგეების იმ საწამებელ ავტომობილებში შეყრას და როგორ ეხლა ქართველი ქალი არ არის და მხოლოდ ეს უნივერსალიზმი არა. აქ მაგ გამოთქმას, რომ ქალი შეურაცხყოფა არ შეიძლება, თუ აქ დაბალი ღობი არის ვინმე და ყველაფერი შეიძლება აკადრო ქართულ ქალს.